დღეს მინდა განვიხილო სექსუალური ენერგიის მექანიკის ძირითადი პრინციპები. მთელი ჩვენი სხეული ფუნქციონირებს და ცოცხლობს სექსუალურ ენერგიებზე. ჩვენ სხეულში მილიონობით სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი წარმოადგენს ენერგიის შემნახველ რეზერვუარებს. კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი არის სიცოცხლის ელემენტები, რომელიც არის როგორც პატარა ენერგიის ატომური რეაქტორებივით. მარტივად რომ ვთქვათ, სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები წარმოადგენს ენერგიის შემცველ რეზერვუარებს, რომლის რაოდენობაც განსაზღვრავს ჩვენს ორგანიზმში ენერგიის რაოდენობას. თითეული ეს კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი წარმოადგენს ღვთიურ ენერგიის წყაროს სიცოცხლეს, რომლებიც იმყოფებიან ნახევრად ცოცხალ მდგომარეობაში, განაყოფიერების გარეშე არიან, მაგრამ ცალკეულად წარმოადგენენ ენერგიის დიდ წყაროს, რომელზეც დგას ჩვენი ორგანიზმი, რომელსაც უწოდებთ სექსუალურ ენერგიას, რომელსაც უმყარებს ზურგს კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები, რომლებიც წარმოადგენენ ენერგიის რეზერვუარებს. ამიტომაც სექსის გაფლანგვა ყოველდღიურობაში ეს იგივე არის თქვენი ენერგო რეზერვუარები გადაყაროთ. კაცის შემთხვევაში იკარგება სპერმატოზოიდები, ქალის შემთხვევაში იფიტება კვერცხუჯრედები. კვერცხუჯრედიდან გამოდის სასიცოცხლო ენერგია. შესაბამისად, სექსი უბრალოდ ინტიმური პროცესი კი არ არის. სექსი არის ენერგეტიკულად საფაქიზო პროცესი. ეხლა განვიხილოთ რა პროცესი მიმდინარეობს სექსუალური აქტის დროს. სექსუალური აქტის დროს პირველ რიგში ჩვენი აურები მთლიანად იხსნება ერთმანეთთან. ჩვენი თავდაცვითი მექანიზმები ერთმანეთთან მიმართებაში მთლიანად იღება კარები. აი რომ წარმოიდგინოთ თქვენი მთავარი არსი სეიფში შენახული და როდესაც სექსის პროცესი იწყებთ, სეიფის კარები იღება ორივესი ერთმანეთთან მიმართებაში და თქვენი საწყისი ღია არის ერთმანეთში. ეხლა ალბათ იკითხავთ, რატო იღება ეს კარებები? ეს კარებები იმიტომ იღება, მეგობრებო, რომ ამ კარებების ერთმანეთთან გაღების გარეშე თქვენ ვერ განიცდით ორგაზმს. ამ ენერგო ცვლის გარეშე თქვენ ვერ ისიამოვნებთ და ვერ შექმნით სიცოცხლეს. სექსის დროს ხდება სიყვარულის გახსნა ისე, რომ თქვენი საწყისი სეიფის კარები და მისი საწყისი სეიფის კარების გაღება ხდება, მაქსიმალური ნდობის გამოცხადება ხდება იმისთვის, რომ ჩაისახოს ღვთიური არსი ადამიანი და ამ დროს ხდება ენერგიების გაცვლა. იმიტომ რომ თუ ენერგიების გაცვლა მაქსიმალურად არ მოხდა შეფერხების გარეშე, სიცოცხლე ვერ ჩაისახება, სიცოცხლეს სპერმატოზოიდი ვერ ჩასახავს ცალკეულად. ამიტომ იხსნება ყველა კარები მაქსიმალურად, რომ მაქსიმალურად დიდი ენერგიები გადავიდეს ადამიანებს შორის ერთმანეთში. მარტივად რომ გითხრათ, სექსის დროს ხდება მაქსიმალური ენერგოცვლა და ეს ენერგოცვლა რაღაც იმპულსური ცვლა კი არა, ყველაფრის ცვლა ხდება ერთმანეთში. რა ქსიამოვნებთ მოფერების დროს, სექსის დროს, მთლიანი ამ პროცესის დროს? სხვა ადამიანის მიერ გამოყოფილი ენერგია. ეს შეხებაა ცალკეულად. მასე შეგეხებათ რობოტიც, მაგრამ ვერ იგზნობთ იგივეს. თქვენი ეს ყველა შეხება სექსუალური აქტის დროს არის მაქსიმალური ენერგიის ცვლის შედეგი. მაქსიმალურად გაღებული აურის და გაღებული ენერგეტიკის ერთმანეთთან შედეგი. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არ შეიძლება დახურული აურით მქონდეს სექსი? ეს იცი როგორ რაღაცას ამბობ თქვენ ამ სიტუაციაში, რომ კარები გააღოთ, ოღონდ სახელურს არ მოკიდოთ ხელი და კარები არ გააღოთ. მარტივად რომ გითხრათ, იმ სიამოვნებას ვერ მიიღებთ თქვენი აურები თუ არ გაიღო ერთმანეთში. და თქვენ რომც არ გინდოდეთ აურების გაღება, როდესაც სექსის პროცესი იწყებთ, ავტომატურ რეჟიმში იღება ეს კარებები. როგორც რო ჩაივლით სადარბაზოში და შუქი ინთება, მოძრაობის სენსორი რომ არის, აი ავტომატურად ხდება ამის გაღება ერთმანეთში და არა მთლიანი სამყაროს მიმართ. იმიტომ რომ მთლიანი სამყაროს მიმართ რო გაიღოს, იქ ყველაფერი შემოვარდება თქვენში. მარტივად რო გითხრათ, სექსი არის მაქსიმალური განზრახვა მოხსნა შენი თავდაცვითი მექანიზმები სხვა ადამიანთან მიმართებაში. და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მაქსიმალური ენერგიები გადავიდეს ერთმანეთში, რომ მოხდეს სიცოცხლის ჩასახვა. წახნაგობრივი შედეგი აქვს ამ ყველაფერს. ეხლა განვიხილოთ შემდეგი წახნაგი. კარებები გაიღო, პროცესი დაწყებულია. მაგრამ რას აქვს ყველაზე მთავარი მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, ადამიანის ენერგეტიკულ ჯანმრთელობას და სიჯანსაღეს. თუ ადამიანს პარაზიტები ყავს, ცუდად ცხოვრობს, მექალთანია უამრავი გამწარებული ყავს, ბიჭს, გოგოს ბიჭი, უამრავი პარტნიორი ყავს, ამ ადამიანს აქვს უამრავი დაბინძურება ენერგეტიკაში. პატარ-პატარა სხვადასხვა პარაზიტები
პარაზიტები ყავს. და როდესაც კარები იღება, როგორც ბეჭდების ბრძანებელში, ორკები გამორბიან ალაყაფის ასაღებად. აი ზუსტად ისე გადარბიან ერთიდან მეორეში ეს დაბალვიბრაციული ენერგიები. კარებების გაღების დროს როგორი ენერგომექანიკა მიმდინარეობს და პარაზიტები როგორ იქცევიან და ახალ სხეულში რა შემთხვევაში ჩერდებიან და რა შემთხვევაში ვერ ჩერდებიან ახალ სხეულში. განვიხილოთ პარაზიტი რა გადაწყვეტილებას იღებს, როდესაც კარებები იღება ერთმანეთში. პირველ რიგში პარაზიტი იღებს იმ გადაწყვეტილების მიხედვით, თუ რომელ ადამიანში არის მეტი ენერგია. მაგალითად, თუ მექალთანე კაცში ან ქალში არის ბევრი პარაზიტი და ამ ქალში უკვე ამოჭამა ენერგია ან კაცში და ხედავს, რომ იქეთ უფრო მეტი ენერგია და სისუფთავეა და იქ მეტი პოტენციალია, გადადის იქ. გადასვლით ყველა ვარიანტში გადადის, შედის იქ, მოივლის იქაურობას, აიღებს ენერგიებს, ამიტომ არის რომ ასეთ მექალთანეებთან და ასეთ ქალთან, რომელსაც ბევრი პარტნიორი ყავს, სექსის შემდეგ გაძარცულად გრძნობს თავს, იმიტომ რომ თუ პარაზიტი არ დარჩა, ის ყველა შემთხვევაში ენერგიას წამოიღებს. ეხლა რა შემთხვევაში არ ჩერდება პარაზიტი მეორე ადამიანში და რა გადაწყვეტილებას იღებს პარაზიტი და რატომ იღებს პარაზიტი გადაწყვეტილებას, რომ დაბრუნდეს ისევ უკან პატრონთან. კარებების გახსნის დროს დაბალი ვიბრაციის ენერგოორკები რო გამორბიან მეორე ადამიანში, შევარდებიან ენერგიებს, დაეწაფებიან, გამოიკვებებიან და შემდეგ ან ჩერდება, ან მიდის. რატო შეიძლება წავიდეს? იმიტომ რომ როდესაც სუფთა ადამიანში გადადის, თუ იმ ადამიანის ცნობიერი ჯანმრთელია, სულიერება ჯანმრთელია, თუ გარკვეული ნაწილები ჯანმრთელია, ამ პარაზიტმა იცის რომ აქ რო დარჩეს ამ სუფთა სხეულში, დაიღუპება, რადგან ვერ მოეჭიდება იმ კონკრეტული სუფთა ადამიანის ფსიქოლოგიურ, სულიერ თუ სხვა დაბალვიბრაციულ მანკიერებას, ანუ ვერ მოერევა ისე რომ შემდეგ გააკეთებინოს ამ ადამიანს ცუდი რაღაცეები და შემდეგ ამით გამოიკვებოს. პირველ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც პარაზიტებით იყო სავსე, მასში უფრო მეტი პოტენციალია, ვიდრე ახალ სუფთა ადამიანში. ის თუ მექალთანია, ის თუ არეული ცხოვრობს, იმაში უფრო მეტი პოტენციალია, რომ ცუდი რაღაცეები აკეთებინოს და ამაში გამოიმუშაოს ენერგია და ამიტომ არჩება ახალ სხეულში, იმიტომ რომ იქ მას ვერ გააკეთებინებს იმას, რასაც აკეთებინებს პირველ მის საწყის პატრონს. შესაბამისად, თუ არასუფთიდან სუფთაში გადავიდა პარაზიტი, აკვირდება იქ, აბა, რამდენად შევძლებ მე ამ ადამიანის ისე წაყვანას, რომ მე გამოვიკვებო ენერგიულად, ანუ რამდენად დავცემ ამ ადამიანს ცუდ რაღაცეებს გავაკეთებინა, რომ ხედავს, რომ იქ ვერანაირად ვერ დაცემს, იქ რომ გაჩერდეს, დაიღუპება, რადგან მეორე პარტნიორი თუ სუფთა არის, ის არასდროს არ წავა 10-თან ან არ გაუკეთებს ვიღაცას ცუდს, გულს არ ატკენს, მიხვდეთ და მან ეს იცის და ეს თუ არ გააკეთებინა, რო დარჩება, დაიღუპება, ენერგიით ვეღარ გამოიკვებება და განადგურდება. ამიტომ ისევ ძველ პატრონს უბრუნდება, მაგრამ ეს არის ძალიან დაბალი შანსი ამის. აქ დააკვირდება უკვე შიგნით ადამიანს რა ფსიქოლოგიური ერორები აქვს, იქ მინუსები თუ აქვს რაღაცა, შიშები თუ აქვს რაღაც, ეძებს, როგორც აი საძიებო სისტემა, ისე ნახულობს ყველაფერს. წდომები აქვს. აბა იქნებ ბავშვობის ტრამვა აქვს, იქნებ ეს აქვს და ფაქტობრივად ენერგო დაბინძურებულ ადამიანთან სექსი რულეტკის თამაშს გავს. კაცმა არ იცის მუქი რას იპოვის კონკრეტულ ადამიანში და დარჩება თუ არ დარჩება ახალ სხეულში. მაგრამ 100%-ით რასაც პარაზიტი გააკეთებს, ის არის რომ სანამ სექსის პროცესი დამთავრდება, სანამ კარებები დაიხურება, მაქამდე დაეწაფება ენერგიებს და წაიღებს პატრონთან. და ამიტომაც შემდეგ ასეთი სექსის დროს ადამიანი გრძნობს თავს ბანკროტად. კი, ის სიამონა ახსოვს ვნებას გრძნობს, ახსოვს სიამონება, მაგრამ შიგნით სიცარიელია. აი დიდი სიცარიელის შეგრძნება ხრჩება და ვერ ხვდება ეს სიცარიელის შეგრძნება საიდან არის. და ეს სიცარიელის შეგრძნება იქიდან არის, რომ ეს ესაა გაგძარცვეს და დაგიტოვეს ტვინში უბრალოდ მეხსიერება იმ სიამოვნების ვნების, რომელიც არ გაძლევს შინაგან სავსებადობას. ეხლა რა ხდება თუ გოგოც და ბიჭიც დაბალ ვიბრაციულ მდგომარეობაში არიან? რა ხდება ამ დროს სექსის დროს? ამ დროს ხდება ჭიდილი ერთმანეთში. ეს პარაზიტები ერთმანეთში გადადიან, ერთმანეთში მოძრაობენ, რაც შეუძლიათ მიაქვს და მიდის ომი, ბრძოლა. როგორც აი ერთი ბანაკი მეორე ბანაკიდან რო გადავარდნენ ერთმანეთთან და ვირას წამოიღებს კაცმა არ იცის და ვირას იზამს კაცმა არ იცის. ორივე მძარცველები არიან, კრიმინალები და როგორც წესი ერთმანეთს ანადგურებენ ენერგიულად. მასეთი სექსის დროს ორივე ესეთი დაბალვიბრაციული პარტნიორი ერთმანეთში გრძნობს უდიდეს სიცარიელეს და ასეთი სექსის დროს ორივე განიცდის დანაკარგს, რადგან შეჯახება ხდება ამ ენერგიების ერთმანეთში. ასეთ დროს დაბალი ვიბრაციის იმუნიტეტის გაზრდა ხდება. ეხლა ეს რას ნიშნავს? მაგალითად, თუ ხშირად აქვს ორ დაბალ ვიბრაციულ ადამიანს სექსი ერთმანეთთან, ასეთი ადამიანები უფრო ცუდები ხდებიან პარტნიორებში, უფრო გულცივები ხდებიან, უფრო გულის მტკენელები ხდებიან. მათში მოხდა განახლება სიბინძურის, პარაზიტების, ინფორმაციული გაცვლაც ყველაფერთან ერთად. ქვემოთ ვახსენეთ მომენტი, სადაც მუქი ვერ მოიკიდებს ადამიანში ფეხს, თუ ვერ შეხედა თავისთვის
სასურველი პირობები. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი. ხელოვნურად შექმნას იმ ადამიანში თავისთვის სასურველი პირობები და როგორ ხდება ეს? ბიჭების ჯგუფია ცალკე, სადაც ერთმა ბიჭმა დაწერა, რომ იცი რა, რომ ერექცია აღარ მაქვს. და ყველა რაღაც რჩევას აძლევს იმის გამო, ამის გამო და ვერავინ ვერ ხვდება მიზეზს. დაუწერე კომენტარში და ვკითხე, რომ რა ხდებოდა წინა დღეებში, მომიყევი მეთქი დაწერეთ და არაფერი განსაკუთრებული. საზღვათა შორისოდ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ გუშინ წინო სექსი მქონდაო, სადაცო გოგომო შვა პროცესში მითხრაო პენისზეო ძალიან ცუდი რაღაცო და მეო გავაგრძელე მაინცო. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად მომხვდაო, მაგაზეო მთელი დღე ვფიქრობდიო და ის ვერ ხვდება, რომ ამის გამო ერექციის პრობლემა დაიწყო სერიოზული. აქ მოხდა ხელოვნურად დაინფიცირება ამ ბიჭის და ხელოვნურად შექმნა ამ ბიჭში, ამ გოგოს ნათქვამმა ისეთი გარემო, სადაც ის მუქი დასახლდა. და ეხლა ეს ბიჭი როდის აღიდგენს ერექციას, კაცის შვილმა არ იცის. სინამდვილეში ის არის, რომ ამ გოგომ ისეთი რაღაც უთხრა სექსის პროცესის დროს, რომ ეს ბიჭი უნდა გაჩერებულიყო. მაგრამ ეს ბიჭი არ გაჩერდა. მაგ დროს უნდა იქონიოთ სწრაფი რეაქცია. სწრაფი მყისიერი პასუხი უნდა გაცეთ, გააჩეროთ ყველა პროცესი და გაიცალოთ. მაგრამ ეს ბიჭი ესე არ მოიქცა და შესაბამისად დაინფიცირდა. ამიტომ დაინფიცირება შესაძლებელია ხელოვნურად იმ პირველი ინფიცირებული ადამიანის მიერ გაჟღერებული ფრაზებით, მოქმედებებით ან სხვა რამით, რომელიც სექსის დროს იწვევს თქვენს დასტრესვას. და უკვე მუქს აქვს შესაბამისი გარემო სივრცე, სადაც შეუძლია შევიდეს და გაჩერდეს და შემდეგ განერვიულოთ შეგიქმნათ პრობლემები და ამით იკვებოს. ესეთი პროცესიც ხდება ხელოვნურად დაინფიცირება. შესაბამისად, სექსის დემონები და ეს ყველა პარაზიტები მოგზაურობენ სექსის დახმარებით სხვადასხვა ადამიანებში. რატო არის, რომ პარტნიორი ყავდა და ამ ადამიანმა კომპლექსი აიკიდა, გადავიდა იმასთან, მერე ეს ადამიანი გაბოროტდა, გაბრაზდა და ენერგეტიკულად დაინფიცირდა. შესაბამისად, სექსუალური აქტის დროს დემონი იქნება თუ დაბალი არსი, გადის და მოგზაურობს ესე ადამიანებში. ზოგიერთი პარაზიტი შესაძლოა 200 წელი ცხოვრობდეს. 200 წელი ისე, რომ სექსიდან სექსში გადადის. თაობებიდან თაობებში გადავიდეს შეიძლება. აი მაგალითად 200 წლის წინ ქონდა ვიღაცასთან სექსი გადავიდა იმასთან. მერე იმასთან გადავიდა, მერე იმასთან გადავიდა და გადავიდა. ზოგი არსი ესე ცხოვრობს. არც გადის ადამიანიდან. ან თუ გადის დიდი ხნის შემდეგ. აი მაგალითად ადამიანი ცხოვრობს და ამ პარაზიტები ცხოვრობს. ვიღაცასთან ქონდა მაგალითად სექსი უფრო პატარა ასაკის ადამიანთან იმასთან გადავიდა. მერე ამას უფრო დაბალთან ქონდა თქვა იმასთან გადავიდა. მერე ისევ დაბალთან ისევ გადავიდა, წლები გადის და ეს ასაკიანებში კი არ რჩება. გადადის ესე ახალგაზრდებში. და მოძრაობს ესე უკიდეგანოდ და ცხოვრობს ესე განცხრომი. ეს პარაზიტი რომ მოიშოროს, ქალი იქნება თუ კაცი, უბრალოდ უნდა დაიწყოს გასუფთავება. და როგორც კი გასუფთავებას დაიწყებს, ეს პარაზიტი ან გადავა სხვასთან სექსის დროს, ან უბრალოდ წავა, სხვას აირჩევს. ამ პარაზიტის მოშორება არის მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ რომ გასუფთავდებით, სიტყვების კონტროლი გექნებათ, ფიქრების კონტროლი, ქმედება, სისუფთავე რო შემოვა თქვენში, ეს პარაზიტი თავისით წავა, იმიტომ რომ იქ უკვე მისი საცხოვრებელი პირობები, ენერგია აღარ არის და მიდის. ამიტომ ვამბობ, რომ მომავალში ადამიანებს არ ექნებათ ესე მარტივად გარეგნობის გამო სექსი. ყველა ეს გოგოები და ბიჭები, რომლებიც რა ლამაზი ტანინგ მაქვს, რა ლამაზი გოგო, ყველა ამათი ფასი დაეცემა. ყველა ამ ბიჭის ფასი რომ მაგარი ტიპი ვარ და 10,000-თან მქონდა რაღაც სექსი, ყველა ამათი ფასი დაეცემა. საბაზრო ფასი უხეშად რო თქვა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა კრიტერიუმები წამოვა. რეალობას მიიღებს. ეს მუქები კი არ გაძლიერდებიან. თქვენი აღქმა გაძლიერდება ამის მიმართ. თქვენში ისეთი სისუფთავეები შემოვა, ენერგიები შემოვა, რომ ესენი თქვენთვის იქნება როგორც უნიტაზიდან წყალი დალიო შეგრძნებების დონეზე. და აღარ გექნებათ იმაზე ფიქრი, რა კარგი პუნთი აქვს, რა კარგი სახი აქვს და რა კარგი უკანალი აქვს. ეს ვერ გადაწონის უნიტაზის წყლის გემოს. ამიტომ მომავალი შეიცვლება. შესაბამისად, მომავალში ესეთ დაბინძურებულ ადამიანთან სექსი იგივე იქნება, ამში გადახდეს ადამიანი, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებენ, რომ გადალახონ ფიზიკური სილამაზე და მიიღონ მხოლოდ ფიზიკური სილამაზით ადამიანი, რადგან სისუფთავის გარეშე ადამიანი იქნება გულისამრევი, მოდი ესე გეტყვი და საშიში. ადამიანები ერთმანეთში შეფასდებიან სექსუალური სისუფთავით პარტნიორებში, რადგან სექსუალური სისუფთავე პირდაპირ კავშირში იქნება თქვენ სულიერ ჯანმრთელობაზე. ყველაფერი მიიღებს გაათმაგებულ და გაასმაგებულ შედეგს.
დღეს თუ ვერ გძნობთ ამ შედეგს, ეს შედეგები გაასმაგდება მალე. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები მომავალში ერთმანეთს შეაფასებენ სექსუალური ლიბიდოს ჯანმრთელობის მიხედვით. სექსუალური ლიბიდო არის ცოცხალი ორგანიზმი, არსი, ცნობიერი, რომელიც არის ჩვენი ნაწილი. თქვენი ცნობიერი, თქვენი სხეული, თქვენი არსი შედგება წახნაგობრივი ნაწილებისგან, რომელიც შემდეგ ერთიანობაში წარმოადგენს თქვენს თავს. სექსუალური ლიბიდო არის ცოცხალი თქვენში, რომელსაც თუ დასტრესავთ, ის აუცილებლად გამოიღებს ისეთ შედეგებს, რომელი შედეგებიც თქვენთვის იქნება ძალიან დამაზიანებელი. ამიტომ სექსუალური ლიბიდოს უნდა გაუფრთხილდეთ. რატომ არ უფრთხილდება ადამიანი თავის სექსუალური ლიბიდოს და რატომ ხდება ეს ყველაფერი? ამის მიზეზი გარე სისტემის პროგრამების შედეგია. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან სექსი რატო არის? ვიდეოები, კონტენტი, ინფორმაციები, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან სექსია. რატო? იმიტომ რომ თქვენი აქცენტი გადავიდეს სექსზე, გაფლანგოთ თქვენი სექსუალური ენერგია, არ დაგიგროვდეთ საკმარისი, რომ შემდეგ თქვენი გაღვიძება არ მოხდეს. გესმით? რადგან თქვენი გაღვიძება თუ მოხდა, უკვე თქვენ სხვა კითხვებს დასვამთ საერთოდ და საერთოდ შეიძლება პლანეტა უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ სექსი არ უნდა გქონდეთ. სექსი უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გქონდეთ ბალანსში. რადგან სიყვარულის ბალანსია, შემქმნელის ბალანსია, სამყაროც ქაოსის ბალანსია, სექსშიც ბალანსი თუ არ არის, ადამიანს არ ყოფნის ენერგია იმისთვის, რომ ეყოს საკუთარი თავისთვის. შესაბამისად, დღეს ყველაფერი ისე მიდის, რომ სექსი არის ცხოველური მოქმედება. ახალგაზრდა თაობას როგორ რაღაც მიაჩვიეს, იცი რომ მე რა მოხდა, ეხა ერთთან მაქვს, ორთან მაქვს, სამთან მაქვს, ოთხთან მაქვს, თქვენ მე ვერ მასწავლით თანამედროვე ცხოვრება როგორია. და ამას არ გელაპარაკებით ჩაკეტილი რაღაც წმინდანობის თუ რაღაც ესეთი ბრჭყალებში სისუფთავიდან გამომდინარე. ამას გელაპარაკებით სექსუალური ენერგიის ნამდვილი მექანიკიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ჩვენზე რეაგირებს. 21 საუკუნეა და ადამიანი ცხოველურ სექსუალურ დონეზეა დაცემული. სექსი ადამიანმა გადააქცია მექანიკურ მოქმედებად. შესაბამისად, ადამიანს წაართვეს იმის გააზრება თუ რა არის სექსი, რა არის სექსუალური ენერგია და დაცეს ცხოველურ ინსტინქტამდე. რომ იმასთანაც შეგიძლია გქონდეს სექსი, ამასთანაც შეგიძლია გქონდეს სექსი, რამდენიც კიდე შეგიძლია გქონდეს სექსი და ავიწყდება ადამიანს, რომ ჯერ 21 საუკუნეში ცხოვრობს. კვანტურ ფიზიკაში რა ხდება, საერთოდ ორგანიზმის მექანიკაში რა ხდება, ენერგიის მექანიკაში რა ხდება და საერთოდ დაავიწყდა ადამიანს ვინ არის. ადრე უფრო იცოდნენ ვინ იყვნენ ადამიანებმა, ვიდრე დღეს 21 საუკუნეში იციან თუ ვინ არის ის. დღეს ადამიანს გონია თავი ცხოველი, ჩვეულებრივი ცხოველი მოუნდა გააკეთა. მერე რა მოხდა? მიაბეს ეს ყველაფერი თითქოს თანამედროვეობას, თითქოს თავისუფლება კი არა, ეს არის სექსის მონობა. ნახეთ, თავისუფლება სხვა რაღაც არის, სექსის მონობა სხვა რაღაც არის. და ეს კარგად გამოვლინდება ჩვენ საზოგადოებაში და მსოფლიოს საზოგადოებაში, რომ ურთიერთობის გამო ადამიანი ისეთ მარაზმებს აკეთებს, რომ საკუთარ პიროვნებას და არსს ივიწყებს საერთოდ და მერე იტანჯება და მაგიტომ არის საზოგადოებაში ამდენი გულნატკენი ადამიანი და ფსიქოლოგიურად და ემოციურად და ენერგიულად გაბანკროტებული ადამიანი. გესმით, რა სჭირთ ხალხს? თუნდაც ავიღოთ ამ ბიჭის მაგალითი. როდესაც ესეთ რაღაცას გეუბნება, შუა სექსში პარტნიორი ბიჭი იქნება თუ გოგო, რატო აგრძელებ? რატო? არ გაქვს პიროვნული ინსტინქტი, რომელიც გაგაჩერებს და მიგახვედრებს, რომ ადამიანი ხარ და ესეთი შეურაცხყოფა რომ მოგაყენეს შუა პროცესში, ხო უნდა მიხვდე, რომ ადამიანი ხარ, სტრუქტურა გაქვს, გონებაში, ფსიქოლოგია, მინიმუმ, ენერგიაც რო თავი დაანებო, მაგრამ არა, ადამიანი ისე გათიშეს, რომ მართლა ცხოველი გონია თავი და შესაბამისად რეაგირებს და შესაბამისად იქცევა, რაც უნდა გამოსწორდეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხდება სპეციალურად, იმისთვის, რომ ადამიანები დაეცენ ცხოველურად ვეღარ მოხდეს მათში ენერგიების დაგროვება, ვერ მოხდეს მათში ღვთიური ენერგიის გაღვიძება, იმიტომ რომ ღვთიური ენერგია ჩვენში იღვიძებს, როდესაც ჩვენში სექსუალური და სულიერი და სხვა სისუფთავის ენერგია აღწევს ისეთ დაგროვებას, კრიტიკულ მასამდე ისეთ აჩქარებას, რომ სინგულარულ მდგომარეობას იღებს. თქვენში უკვე ჰიპოფიზი აქტიურდება, ღვთიურ ენერგიასთან კავშირი გიმყარდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ სექსის რაოდენობას პირველ რიგში აქვს დიდი მნიშვნელობა. ეხლა დღეს როგორი ტენდენცია წამოვიდა? გოგონები, რომლებიც ცხოვრობდნენ თავისუფალი სექსით, განვითარებული განათლებულები, ჭკვიანები, ლამაზები, ისინი უკვე ხვდებიან იმას, რასაც ეხლა მე ვყვები, ინსტინქტურად, რომლებსაც არასდროს არ ქონიათ დაფიქრება იმაზე, რომ სექსის რაოდენობა ცოტა უნდა იყოს, ამაზე არასდროს არ უფიქრეთ, ყოველთვის ჰქონდათ სხვა შეხედულება. მაგრამ ეს გოგონები უბრუნდებიან ჩვენი წინაპრების მდგომარეობის შეხედულებას. იმიტომ კი არა, რომ დეგრადირდნენ, უბრალოდ რეალობა მოაწვა კარებზე მოუკაკუნა.
და ეუბნება შენ რაც გითხრეს სხვა არის და შენ რა შედეგი დაგედო სხვა არის და ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის რომ დედამიწაზე შუმანის რეზონანსი გაიზარდა ენერგიები შემოვიდა და ადამიანი მიხვდა ერთ ჭეშმარიტებას ის არის იმაზე მეტი ვიდრე მას უთხრეს ის არის სული ენერგია და მისი მექანიკა საერთოდ სხვა რაღაც არის რადგან ვიღაცის ნათქვამი კი არა რეალობა მოუკაკუნა კარებზე და რეალობა ამბობს თავის ჭეშმარიტ სათქმელს და ამიტომაც მოდიან დღეს ჩემთან უკვე გოგონები, რომლებიც ძალიან თანამედროვეები არიან. უბრალოდ რეალობამ რომ მოუკაკუნა, შეიცვალეს აზრი. აქედან გამომდინარე, ვინც ვერ შეიცვალა, ვერ იღვიძებს უბრალოდ და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ის უბრალოდ ჯერ. მაგრამ საკმარისია მისი გაღვიძება დაიწყოს და ისიც გაიღვიძებს, რომ მიხვდეს რა ხდება მის თავს. ყველა მიხვდება იმას, ბუნებრივად, რამე ვინმე კი არ ეტყვის, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე მიხვდება იმას და მოუწევს იმის შეცვლა, საერთოდ რასაც წარმოადგენდა და როგორ ცხოვრობდა. ფიზიკურად ვეღარ შეძლებს ადამიანი გააგრძელოს ისეთი ცხოვრება სექსუალურ ნაწილში, როგორც დღეს ცხოვრობენ. ამიტომ ყველას გირჩევთ აქედანვე დაიწყოთ სისუფთავეში ყოფნა, ბალანსში ყოფნა, სექსშიც და ასე შემდეგ, რომ მომავალს დახვდეთ მომავალში. ყველა დაიწყებს აქეთ-იქეთ სირბილს. მე თუ ეხლა მიშველე ვინმე დამეხმარეთ გასუფთავება მინდა, რომ ხალხი ვეღარ გამოვა გარეთ, ვეღარ იცხოვრებს. ყველა სუნიაოა, მაგაზე ცალკე ვისაუბრებ სხვა დროს. სექსში ესე იქნება. ეხლა მივადექით სექსის ენერგომექანიკის მთავარ წახნაგს, რომელიც არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასარგებლო. სექსის პროცესის დროს პენეტრაციის მეშვეობით მამაკაცის ფუძის ჩაკრიდან დამუხტული ენერგია პენისიდან ქალში შედის ქალის ფუძის ჩაკრაში, ხერხემლის მეშვეობით აივლის ზემოთ ჩაკრებს გულის ჩაკრამდე, გულის ჩაკრიდან გამოდის გარეთ, შედის მამაკაცის გულის ჩაკრაში, მამაკაცის გულის ჩაკრიდან ჩამოუყვება ხერხემალს და ჩამოივლის ყველა ამ ჩაკრებს, შემდეგ ისევ გაივლის ფუძის ჩაკრას და ისევ შედის ქალში და ეს ენერგია მოძრაობს საათის მიმართულებით. და ეს პროცესი, როდესაც აღწევს აჩქარების სინგულარობას, კულმინაციას, ხდება ამ ენერგიის აფეთქება, რომელი აფეთქების დროსაც ჩვენ გვინდება ჩახუტება. ძირითადად ქალებს უნდებათ ჩახუტება, რადგან ისინი ემოციურად გრძნობენ ამას. და ეხლა მინდა ვისაუბრო სექსის კულმინაციის დროს ჩახუტების ფუძისეულ მნიშვნელობაზე. ორგაზმის დროს, კულმინაციის შემდეგ ერთმანეთს უნდა ჩაეხუტოთ, რადგან კულმინაციის დროს ჩახუტება იმისთვის არის საჭირო, რომ ეს ენერგია საბოლოოდ შეწეპდეს ერთმანეთში და შემდეგ დარჩეს ორივეში სიცოცხლის ენერგიად გარდაიქმნას. ჩახუტება არის ერთადერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს ენერგია შეინახოთ თქვენში და არ გაიბნეს ჰაერში, როგორც ღრუბელს რო დაუნიაო ჰაერი და გაიბნეს. ჩახუტება არის ამ წარმოქმნილი ენერგიის გამყარებისთვის. საბოლოოდ, უბრალოდ სექსს რო დაასრულებთ, ჩაიხუტეთ რამდენიმე წუთი ერთმანეთს. რამდენის თქვენ ჭირდებათ, იმდენი ჩაიხუტეთ. ნახევარი წუთი, 1 წუთი, 2 წუთი მნიშვნელობა არ აქვს და ამ შემთხვევაში შეძლებთ თქვენ სექსუალური ენერგიის ათვისებას ხარისხიანად. იმაზე არ გიფიქრიათ ფილმებში რატომ არის ჰოლივუდის ფილმებში განსაკუთრებით, რომ როდესაც სექსის კულმინაცია ხდება, გადაწვებიან მაშინვე ზურგზე და სიგარეტს აბოლებენ იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ჩაიხუტოთ. იმიტომ რომ თქვენ რომ ზურგზე გადაწვევით, თქვენი ეს აფეთქებული ენერგია თქვენი გულის ჩაკრიდან ამოდის და იფანტება ჰაერში. და ეხლა ამ ენერგიას ვინ მიირთმევს, მაგაზე საუბარს არ გავაგრძელებ და რა მიირთმევს. ამიტომ ერთმანეთს უნდა ჩაიხუტოთ იმ მომენტში, რომ ეს ენერგიები თქვენში გამყარდეს. ისე რომ შინაგან სიცარიელეს არ იგრძნობთ და არ გექნებათ დისონანსი. ამიტომაც აქვთ პარტნიორებს დისონანსი. ერთმანეთში რომ სექსში ამ პროცესს არ აკეთებენ. ეს არის ნამდვილი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს სექსუალური ენერგია შეინარჩუნოთ, ხარისხიანად გადაამუშაოთ და თქვენში დატოვოთ. მომავალში ამაზე ხალხი ისაუბრებს, რომ ამ პროცესს რომ არ აკეთებს, ურთიერთობაში ბევრი პრობლემა შეიძლება კონდეს. იმიტომ რომ შეწეპება არ მოხდა ამ ენერგიის. და მე გონია კალწი ვეღარ ვიგზენი, ვერ ვისიამოვნე, იმიტომ რომ გადაწეგი ზურგზე. ამიტომ ჩახუტება იწვევს თქვენი ყველა თუ რამეში დისბალანსი ქონდათ ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად ვერ თანხდებოდით, ვერ აგებინებდით ერთმანეთს. ანუ ეს ჩახუტება ამ პროცესებს ერთმანეთში ალაგებს. პირდაპირ კმაყოფადობას აძლევს, იქ თავსებადობას აძლევს, ერთმანეთის გაგების უნარს აძლევს. ჩახუტება აწეპებს ორ ადამიანს ერთმანეთში. რა
მაშიც ერთმანეთში განწეპვა ქონდათ, აწეპებს ენერგეტიკულად და უკვე მეტი ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ, მეტი კავშირი აქვთ ერთმანეთთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა იკითხავთ თუ საერთოდ ოცხოსთან მაქვს ესეთი სექსი, მაინც ჩავეხუტო კი, რადგან ეს ენერგია არ უნდა გაფლანგოთ. ისედაც დანაკარგი გაქვთ და სჯობს ჩაეხუტოთ, რომ არ დაკარგოთ ეს ენერგია ორივე. ამიტომ უცხოსთანაც იგივე გააკეთეთ და საყვარელ ადამიანთან მით უმეტეს უნდა გააკეთოთ ეს, რომ ენერგო დანაკარგი არ გქონდეთ. ეხლა გავაკეთებ მოკლე კოლაბორაციას ყველა იმ თემებზე, რაც ვისაუბრეთ. სექსის სურვილი უნდა აკონტროლოთ და იქონიოთ ბალანსში. თქვენი თითეული სექსუალური კავშირი ფიტავს თქვენს ორგანიზმს, ფიტავს თქვენს სასიცოცხლო ენერგიებს, რომელიც უნდა მოემსახუროს თქვენს წარმატებას, თქვენს სულიერებას, თქვენს სიყვარულს, თუნდაც ურთიერთობაში, თქვენს სიყვარულს ოჯახის წევრებთან, თქვენს სიყვარულს მეგობრებთან. მიხვდით, ეს ყველაფერი ამასთან კავშირშია. და როდესაც ადამიანი სექსის ენერგიას ესე ფლანგავს ყველგან და რაოდენობაში, თუ დააკვირდებით, მასეთი ადამიანი საერთოდ სიყვარულის ნაკლებობასაც განიცდის. იმიტომ რომ ენერგია არ ყოფნის იმისთვის, რომ მოერიოს მუქს და მუქიერება, აურას დასუსტებული აქვს, გამოფიტულია ორგანიზმი და ენერგეტიკა სხეულის. ბევრი სექსი იწვევს კრეატივის არქონას, წარმატების არქონას, ყველაფერს ართვევს ადამიანს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც თქვენ კარგი გინდა თქვენ ცხოვრებაში, პირდაპირ მიბმულია სექსუალურ ენერგიასთან, რადგან ეს არის ამ ყველაფრის საწვავი, ყველა სხვა ენერგიებთან ერთად. კვერცხუჯრედებში და ამ სპერმატოზოიდებში აკუმულირებულია ეს ღვთიური ენერგიები. ამიტომ ამათი გაფლანგვა იწვევს თქვენი ცხოვრების შედეგის გაფლანგვას. და ამათი არბალანსი იწვევს თქვენ ცხოვრებაში დისბალანსს, ყველაფერში, ყველა სფეროში. ცოტაოდენი შევეხები მასტურბაციას. მასტურბაციის შემთხვევაშიც იყავით ბალანსში. მასტურბაცია არ არის ცუდი, არ არის კარგი. მასტურბაციაში იყავით ბალანსში. ყველაფერში იყავით ბალანსში. უკიდურესობა არაფერში არ ვარგა. არც ის რომ საერთოდ არ მოეფეროთ საკუთარ თავს, არც ის რომ საერთოდ გადავარდეთ მოფერებაში, მასტურბაციაში საკუთარ თავში. ამიტომ ყველაფერი იქონიეთ ბალანსში და ბალანსი იქნება თქვენი ცხოვრების ხარისხის გარანტი. ბალანსი არის თქვენი ცხოვრების ხარისხის უმაღლესი გარანტი. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ბალანსში არ არის, ასეთი ადამიანი დახტის ურთიერთობიდან ურთიერთობაში კალიასავით. არ ჩერდება, ფსიქოზურ მდგომარეობაშია სინამდვილეში. რაღაცას ეძებს, ვერ პოულობს, ეძებს, სიცარიელი აქვს შიგნით და ვერ ხვდება რომ უნდა გაჩერდეს უბრალოდ. ცოტა ხნით და დაფიქრდეს. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს სიცარიელე უკვე შინაგან ტკივილს იწვევს, ვეღარ ჩერდება, პანიკაშია და ამიტომ ურთიერთობიდან ურთიერთობაში დახტის ადამიანი და ურთიერთობიდან ურთიერთობაში კი არ უნდა იხტუნო. ზოგჯერ უნდა გაჩერდე, რომ დაფიქრდე, რაშია საქმე. და ეს მარტო სექსში კი არ გულია, ეს ფსიქოლოგიაზე აბა როგორი პარტნიორია, არჩევანი რა გაკეთე, ეს ყველაფერს გადაგიხარისხებს მაღალ ხარისხში. გაჩერდი ცოტა ხნით, ადამიანი ხარ. დაიტენე ენერგიები, დაფიქრდი, რა მოხდა, რატო მოხდა, რა შეცდომები დაუშირო, იგივე არ გაიმორო, შეჩერდი ცოტა ხნით, შეისვენე. მიეცი შენ თავს ამის უბრალოდ ნუ გეშინია, ეს დაგეხმარება, ეს არის შენი დამხმარე. დაამშვიდე შენი თავი ამ ნაწილში და მიიღებ იმ შედეგს, რასაც ელოდები ბავშვობიდან, სიყვარულს და იმ ურთიერთობას, რასაც შენ იმსახურებ. შესაბამისად, სექსი არ უნდა იყოს თქვენი მბრძანებელი, თქვენ უნდა იყოთ სექსის მბრძანებელი. კარგად ჭირს, ხო? ზუსტად, თქვენ უნდა იყოთ თქვენ თავში ყველაფრის მბრძანებელი და მათ შორის სექსის მბრძანებელი. თქვენს თავში სექსის ტახტრევანზე სექსის მბრძანებელი უნდა იყოთ თქვენ და არა სექსი. აი მაშინ დაალაგდება ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში და მიაღწევთ იმ მწვერვალებს, რა მწვერვალებიც თქვენ გჭირდებათ. ამის ნაცვლად რა ხდება? სექსის ტახტრევანზე ზის ცხოველური სექსი, რომელიც გავს ფსიქოლოგიურად შეშლილ, ფსიქოტროპულად არაბალანსირებულ არსს, რომელიც საშიშ და ტოქსიკურ მოქმედებებს აკეთებინებს ადამიანს და იწვევს თვითდესტრუქციას. და თვითდესტრუქცია რომ არ მოხდეს, უნდა ჩამოაგდოთ ცხოველური სექსი ტახტრევნიდან და თქვენ უნდა დაჯდეთ სექსის ტახტრევანზე და თქვენ უნდა გახდეთ სექსის მბრძანებელი. ყველას გისურვებთ სექსის მბრძანებლობას.